ისტორია იწყება ახალგაზრდა ბიჭით, რომელიც გზის პირას შეუჩერებლად გარბის. კარგ ტემპს ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ არც ერთი სახლი არ ჩანს. არც ისე შორს ერთი ოჯახი საუზმობს. შემდეგ დედა მარტო რჩება და ცოტა ხანში ვხედავთ, რომ ტირის. ირკვევა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ მან მიიღო ამბავი, რომ მისი შვილი საზღვარგარეთ გარდაიცვალა. ის მარინ იყო და ბევრის მსგავსად მისი სახლში დაბრუნება გარანტირებული არ იყო. ცოტა ხნის შემდეგ ვიღაც კარზე აკაკუნებს. როცა დედა გააღებს, მის წინ დგას სწორედ ის ბიჭი, რომელიც ადრე სირბილისას ვნახეთ. ახალგაზრდა თავს დეივიდად აცნობს, ამბობს, რომ მისი შვილის მეგობარი იყო და რაღაც მნიშვნელოვანი აქვს სათქმელი. ლოურა მას სახლში ეპატიჟება, როცა იგებს, რომ დეივიდმა ქალაქიდან აქამდე გამოირბინა, ეს 10-ზე მეტი კილომეტრია, ამიტომ მას დასალევს თავაზობს. დეივიდ უყვება, რომ მისი შვილის გვერდით იყო ბოლო წუთებში და დაპირდა, რომ მათთან მოვიდოდა, რათა მისი უკანასკნელი სიტყვები გადმოეცა. ეს სიყვარული სავსე გზავნილია მათთვის, რომლითაც ის ლოურას ნდობას ძალიან სწრაფად იგებს. საუბარი აღვიძებს ანას. ქალებ ის დას, რომელიც დგება რომ გაიგოს, რა ხდება. ცოტა ხნის შემდეგ დეივიდ უკვე თავისი საუკეთესო მეგობრის ოთახშია და მას იმდენ ხანს დარჩენის ნებართვა აქვს, რამდენიც მოუნდება. სცენას ვცვლით, რათა გავიცნოთ ლუკ, ოჯახის უმცროსი წევრი, რომელსაც სკოლაში მოძალადეები სასტიკად სცემენ. ეს ყოველდღე ხდება და ბიჭიც უკვე შეჩვეულია, ვერაფერს აკეთებს, რადგან ისინი უფრო ბევრნი არიან და უფრო ძლიერებიც. იმ ღამით დედა ლუკს დეივიდს გააცნობს, რომელიც მათთან ერთად ვახშმობს. სპენსერ, მისი ქმარი, ბრუნდება და მიანიშნებს, რომ უცნობის მიმართ ზედმეტად მიმდობია. ანნა ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა სახლში, რადგან პარკში ზიკეთან ერთად ნარკოტიკებს იღებს. ის ამას მას შემდეგ აკეთებს, რაც მისი ძმა მოკვდა, ეს მისი სევდასთან გამკლავების გზაა. სახლში კი დეივიდმა უკვე მოახერხა თავისი ხიბლის გამოყენება სპენსერზე. რამდენიმე ლუდის შემდეგ ის დეივიდს სამსახურის შოვნას პირდება. მეორე დღეს დეივიდ სკოლაში ლუკის წამოსაყვანად მიდის. ის კვლავ სცემეს, მაგრამ ამჯერად დეივიდს უნდა გაიგოს, ვინ გააკეთა ეს. ლუკ მიანიშნებს ბიჭების ჯგუფზე, რომლებიც სწორედ ამ დროს პიკაპით მიდიან და დეივიდ მათ კვალში მიყვება. ბიჭები ერთ ბარში ჩერდებიან და დეივიდ შიგნით შედის, რომ რაღაც დალიოს. არმენი უახლოვდება და დეივიდ ერთ ცხარე სოუსით უკვეთავს, მაგრამ მოძალადეებისთვის კოსმოპოლიტანს ის მთელ რაუნდს ითხოვს, აშკარად ქალურ სასმელს. როგორც კი სასმელები მაგიდაზე მიაქვთ, ბიჭები უახლოვდებიან, რათა ხუმრობის გამო ორივეს სცემონ. ზუსტად იმ მომენტში დეივიდ ლიდერს სახეში ესვრის ცხარე სოუსის შოტს და ჩხუბს იწყებს. დეივიდ ყველა მოძალადის ცემას იწყებს, ისე რომ არავინ გაუშვას ტკივილის თავისი წილის გარეშე. სპორტსმენებს ფეხს უმტვრევს, რათა მეორე დაფიქრდნენ, სანამ ლუკს ისევ გაეკარებიან. ჩხუბის დასრულების შემდეგ დეივიდ ფულის შეკვრას იღებს და ზიანისთვის $300 მაგიდაზე ტოვებს, მერე კი მიდის. თან ბარმენს ახსენებს, რომ არასრულწლოვნებისთვის ალკოჰოლის მიწოდების გამო შეიძლება ციხეში წავიდეს. როულის იმშვიდით დეივიდ ლოურას არწმუნებს, რომ ყველაფერი კარგადაა. მალე ლუკს თავდაცვას ასწავლის და ყველაფერი გამოსწორდება. რაც შეეხება ანას, ისიც დეივიდის ისეთ მხარეს აღმოაჩენს, რომელიც მოსწონს. და იმ ღამით წვეულებაზეც კი იწევს, რომ გარემოს შეეგუოს, თან ერთ-ერთ მეგობარს აცნობს. დიდხანს არ გადის, სანამ დეივიდ ყველა მათგან შთაბეჭდილების ქვეშ მოაქცევს. ის ძლიერია, სიმპათიური და მომხიბვლელი, ნამდვილი კაცი იმ სხვებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ ნარკოტიკებს იღებენ. წვეულება კიდევ ცოტა ხანს გრძელდება, სანამ დეივიდ ხედავს, რომ ანა ზიკეთან ერთად ერთ ოთახში გადის, რაც აშკარად არ მოსწონს. ისი განზრახვა მათ გაყოლაა, მაგრამ გზა გაღიზიანებულ ყოფილი ბიჭს უღობავს და ჯერ მასთან უწევს საქმის გარჩევა, რასაც ორ წამზეც კი ნაკლები სჭირდება. Derba havzotondotiegia, hawyepkani naharba pashasha dekat. Ahamkari dekresni bred. Shula kaida huot wadawater, pahquaginyan wabahangeka. იქ დეივიდ თავის გავლენებს იყენებს, რათა ერთი ნარკოდამოკიდებული ბიჭი დაარწმუნოს, რომ იარაღი უშოვოს. უკან დაბრუნების გზაზე ანა მას უყვება, რომ თავის შეყვარებულთან იჩხუბა, ის ისევ და ისევ უშვებს შეცდომებს და არანაირი მისწრაფებები არ აქვს, თვითონ უნივერსიტეტში წასვლაზე ოცნებობს. ზიკე კი მხოლოდ ნარკოტიკებს იღებს. იმ ღამით, სანამ ყველას ძინავს, დეივიდ ფხიზლად რჩება შემზარავი მზერით, აშკარაა, რომ დიდ საიდუმლოს მალავს და საშიში კაცია. და ისმენს როგორ ლაპარაკობს ის ტელეფონზე იმ ხალხზე, ვინც დასდევს, ამიტომ ჯარში რეკავს, რათა გაიგოს, საშიში ადამიანია თუ არა. ადამიანი, რომელიც პასუხობს, დეივიდის საქმეებს ამოწმებს და ფოტო არ ემთხვევა.
უფრო მეტიც, როგორც კი ფაილს ხსნის, მაშინვე გამოძიების ფედერალურ ბიუროს ატყობინებს. ამ მომენტში გადავდივართ სამთავრობო ოფისში, სადაც ვეცნობით რიჩარდს AGS-ის პროექტის ხელმძღვანელს, რომელიც ზარის შესახებ როგორც კი იგებს, შეიარაღებული აგენტების თვითმფრინავის გაგზავნას ბრძანებს. ამასობაში დეივიდ ნარკომანებს ხვდება იარაღის საყიდლად და მოსწონს ნანახი. პრობლემა ისაა, რომ ფულის გადახდას არ აპირებს. ორივეს მოკლავს და ყველაფერს დაიტოვებს. ჩი პისტოლეტებია, თოფები და რამდენიმე ყუმბარაც. დეივიდს ყველაფერი აქვს, რაც მთელ ერთეულთან დასაპირისპირებლად ჭირდება თუ საჭირო გახდება. სახლში სპენსერ ოდნავ აღელვებული ბრუნდება. მისი უფროსი მკვდარი იპოვეს და კომპანიამ მას ის დაწინაურება შესთავაზა, რომელსაც ასე ძალიან ნატრობდა. ზიკენას ურეკავს, რომ უთხრას მისი მეგობრები მკვდრები არიან. ვიღაცამ კარიერში დახოცა ისინი და მათ უთხრეს, რომ დეივიდს იარაღის ყიდვა უნდოდა. ანა ეჭვს იწყებს, ამიტომ სახლში მისვლისას დეივიდს ტელეფონს პარავს და მისი ბოლო ზარების ფოტოს იღებს. იმ მომენტში ზიკი ისგან ზარი შედის, რომელიც ეუბნება, რომ დანაშაულის იარაღი მის პიკაპში იპოვეს. ახლა მას თავისი მეგობრების სიკვდილში ადანაშაულებენ და გაასამართლებენ. უფრო მეტიც, სახლის ჩხრეკის შემდეგ ბევრი ნარკოტიკიც იპოვეს, ამიტომ ზიკს გაქცევის არანაირი შანსი აღარ აქვს. ანასთვის ეს ყველაფერი მეტისმეტად უცნაურია და დეივიდს ყველას წინაშე უპირისპირდება, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, მას კარგი ალიბი აქვს და ეჭვი არავის უჩნდება. რიჩარდ ქალაქში ჩამოდის და მთელი დანაყოფი ყავს დეივიდზე სანადიროდ. მეორე დღეს ანა იგებს თუ სად რეკავს ის ასე ხშირად და გადაწყვეტს ამ კვალს გახვეს. ამისთვის ლუკ ჭირდება, რომელიც სკოლის ინტერნეტს იყენებს, რათა დეივიდის შესახებ ინფორმაცია იპოვოს. ერთ-ერთი მოძალადე ისე უბრუნდება მას, ოღონდ ამჯერად ლუკ მზად არის. ლუკ მოძალადის ლოყის ძვალს უმტრევს და დირექტორს ამის გამო მისი გარიცხვა უნდა, მაგრამ ეს არ მოხდება. დეივიდ ერთვება და ყველაფერს ცვლის. ყველა მიცის, რომ ის მეორე ბიჭი მოძალადეა, თან სტუდენტებმა გაიგეს, როგორ დაუძახა მას მარიკონი, რაც სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად ითვლება. დირექტორი ლუქს გარიცხავს, ისინი მედიასთან სწავლენ და სკოლის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ, რაც დიდი ალბათობით მას სამსახურად დაუჯდება. 10 წამზე ნაკლებ დროში დირექტორი შეშინდება და ლუქს, ხოლო 15 დღით გაკვეთილების შემდეგ დასჯას მისცემს, თან სთავაზობს, რომ შექმნის კომიტეტს, რათა მოძალადეებმა დამსახურებული მიიღონ და სხვებს აღარ შეაწუხონ. ლუკ დეივიდი ის ძალიან მადლიერია, ამიტომ თავის დას ღალატობს და უთხრება, რომ ის მას იძიებს, ნომერი ეკუთვნის პლასტიკურ ქირურგს, რომელიც სახის შეცვლებზეა სპეციალიზებული. ანა ეჭვობს, რომ დეივიდმა თავისი ვინაობის შესახებ იცრუა, თან დარწმუნებულია, რომ სწორედ მან მოკლა ყველა ეს ადამიანი და მის ჩაბარებას აპირებს, რათა ზიკე გადაარჩინოს. სახლში დეივიდ ლორას ეხმარება ტანსაცმლის გაფენაში, როცა რიჩარდის დანაყოფი მოდის და სახლს ალყას არტყამს. აგენტები დეივიდს პოულობენ, რომელსაც ძველი ტანსაცმლით სავსე კალათა უჭირავს, მაგრამ მას იარაღი აქვს და შეტევისთვის მზადაა. სანამ კალათა მიწას შეეხებოდა, რიჩარდის ორი კაცი უკვე მოკლულია. დანარჩენები ცეცხლს ხსნიან და სახლს ომის ზონად აქცევენ. დეივიდ ფეხშია დაჭრილი, მაგრამ ბრძოლა მაინც შეუძლია. უფრო მეტიც, ყველა იარაღი სახლში აქვს დამალული და ყველას ანადგურებს, ვინც შიგნით შესვლას გაბედავს. რიჩარდის კაცები სათითაოდ ეცემიან და მას მობეზრდება ხალხის გაგზავნა, ამიტომ ბრძანებს, მძიმე შეიარაღება გამოიყენონ. ამ იარაღებით სახლის კედლები ინგრევა, მაგრამ ტყვიებიდან ვერც ერთი აღწევს მიზანს. ლორა სამზარეულოში იმალება და დეივიდ მას პოულობს. ის ახსნას თხოვს, მაგრამ დეივიდ არც ახსნის მიცემას აპირებს და არც გაქცევის საშუალებას. ცივი და სისხლიანი გზით, დეივიდ ლორას მკერდში სამზარეულოს დანას არჭობს და ოჯახის პიკაპით გარბის, თუმცა მანამდე რიჩარდის მანქანების საბურავებს ანადგურებს, ასე რომ ის ვეღარ ეწევა. გზაში დეივიდ სპენსერ ის მანქანას ხედავს და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ეჯახება. მერე გადმოდის, იარაღით ხრეთს. შემდეგ კი მინდორზე ფეხით გაქცევას იწყებს. რიჩარდ რესტორანში მიდის და ანა მიხავს. ფიქრობს, რომ დეივიდ ქალაქიდან არ წავა, სანამ ყველას არ მოკლავს, ვინც მისი სახე ნახა და არ ცდება. როგორც კი ისინი რესტორნიდან გამოდიან, დეივიდ მოპარული მინივენით მოდის და კრისტენს კლავს.
ზუსტად ამის შემდეგ ის მკვლელობის მოწმე კლიენტების ფეხებთან ორყუმბარას აგდებს და მიდის. ანნა იგებს, რომ მისი მშობლები მოკვდნენ და ახლა დეივიდის სამიზნე თვითონაა, რომელიც უეჭველად მის ძმას ლუკს მოუძებნის, რათა ყველა კვალი დაფაროს. სკოლაში მისვლისას რიჩარდს ჰელოუინის დეკორაციებთან გამკლავება უწევს და უამრავ ყურადღების გამფანტულ რამეს შორის ლუკის პოვნა, ატრაქციონებს. სანამ გაქცევას მოახერხებენ, დეივიდ მათ პოულობს და პირველ რიგში რიჩარდის მოკვლას იღებს თავზე. ის ყველაზე დიდი საფრთხეა. ახლა მას ბიჭების პოვნა სჭირდება. ლუკ დამალულია და ანა ახერხებს ხმაური გამოიწვიოს, რათა ის სცენისკენ მიიზიდოს. დეივიდ სისხლის ლაქებს მიყვება და როცა ხვდება, ანა მის ზურგს უკან დგას და რიჩარდის იარაღი უჭირავს. ის ახერხებს სროლას, მაგრამ სანამ დარწმუნდება, რომ დეივიდ მკვდარია, ის უპნიდან ესხმის თავს და ფეხში დაჭრის. თუ რამდენიმე წამი რჩება, რომ დაახრჩოს, როცა ლუკ ჩნდება და ზურგში ურტყამს დანას, შემდეგ კიდევ ერთხელ ჭრის მკერდში და ასე იმდენ ხანს აგდებს ძირს, რომ მათ ცეცხლის მიერ მთელი ადგილი შთანთქმამდე გაქცევა მოასწრონ. პოლიცია მოდის და ძმას უსაფრთხოდ პოულობს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეხანძრეები ხანძარს ჩააქრობენ, ირკვევა, რომ დეივიდის კვალი არსად არის. მომენტში ანა ახერხებს დაინახოს, როგორ გამოდის ერთ-ერთი მეხანძრე სხვა მხრიდან, ის კოჭლობს და იატაკზე სისხლის პატარა კვალს ტოვებს. მეხანძრე მისკენ ტრიალდება და ვხედავთ, რომ ეს დეივიდია, რაც ფილმის დასასრულს გვაძლევს. შენ რას ფიქრობ, რა მოხდა? და ასე სრულდება ეს უძლიერესი ფილმი. თუ კიდევ მეტი ასეთი საოცარი ვიდეოს ნახვა გინდა, ამას გირჩევ. ახლა დააჭირე კლიკს.